სალამს გისურვებთ მეგობრებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ უსაშველოების დარეაქტებას და ვარეაქტებთ სერია 4-ს. წინა ვიდეო ვისაც არ გაკეთდა ნახე, სადაც ძალიან ძლიერი რეპია ჩემი მხრიდან. შეგიძლია რომ ამ ვიდეოს ბოლოშიც ნახოთ წინა ვიდეო, ან ჩემ არსზე გადახვიდე და ამის წინა ვიდეოებიდან გახსნა ჩაჯდე, უყურო და დაიშოკო ჩემი ძლიერი რეპით. Okay, ასევე მინდა გირჩიოთ ერთი საკმაოდ კარგი კომპანია. ეს არის მყუდრო ჯგუფი. თუ შენს სახლში მეზობელი იჭყიდება. თუ გინდა რომ სახლში მიიყვანოს საყვარელი ისე რომ თერმა ქალაქმა და სამეზობლომ არ გაიგოს. თუ გინდა რომ ბუზებით არ აგევსოს სახლი და კოღოებით და გინდა ლამაზი ბადე გქონდეს სახლში. შენს ფანჯარაზე. ან თუნდაც გინდა ჟალუზი გააფარო, რომ მზემ არ შემოგიჭყუტუნოს. მაშინ აირჩიე მყუდრო გრუპი. მყუდრო. ძლიერი და მყუდრო. ხონობა იქ იყოს მეგობრებო. მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ფირები, ბადეები, ჟალუზები და არა მხოლოდ საკუთარი სახლებისთვის, ოფისებისთვის, აქვთ სპეციალური ესე ვთქვათ, ბლარი ფირებიც და საკმაოდ კარგი კომპანია, მოკლედ პირადად ვიცნობ ერთ-ერთ წარმომადგენელს და ვიცი რომ მართლაც კარგ ხარისხს თავაზობენ მომხმარებლებს. ასევე ჩემი პრომოკოდიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, უცხო მოყმე და პრომოკოდით 10%-იან ფასტაგლებასაც მიიღებთ ნებისმიერ პროდუქციაზე რა, ამიტომ მათი Facebook გრუპი ჩემს აღწერაში იქნება, ვისაც დაგაინტერესებთ, გადადით და დაუკავშირდით. ეხლა კიდე დავიწყოთ და შევაწვინოთ სერია 4 სეზონი 1. Let's go. ვიცა ფულე ის შევაწვინო. ბერბე. დამშვიდი რა შეჩემა რა. აუ ეს ლოკაცია გარს. მოაბარა. მიზარი ერთი აბა. წერან ხოვებაზრე შეგერა. ვა, რა ვახარ ბიჭო? ზდაროვა. რა ვახარ ბიჭო? ამოსულიყავით გვეჩქარე საქმე. მე მაგათი დედა ვატირეს. ვინამათი, ვინ? შენ გამო კინაღამ გამსროგეს, იცი? ჩემ გამო? ხო. აბა ვის გამო? ეს მოპედი მოპარული აღმოჩნდა და კიდევ კარგი გამიმართლა, რომ საჩივარი გამოიტანეს. თორე ხო გამიხდებოდი მოსაკლავი. ბიჭო, ერთი წამი შვიდე და დამშვიდი. აიმე. კორპუსები. ჩემი სიცის კარგიც მოტყან ბიჭო. აუ მაიცა რა ეწოდი რა. რა გჭირს? რაღაც გული გამიხდა ცუდად ჩემი რა, გაროჩე რა. ენა პროჭარი, კაროჩე დაჯექი. გაროჩე ეს რა შარია წამოა ბაცა. დინდი დასუ. მოდი. აბა როგორ ხარ? მოდი რასაკეთებ ორი თითით რა. ეგრე ხო. რა პულსი? რა პულსი არ ვიცი ჩემო ძმაო რა. ვისი ძეზე ლაპარაკო, ბიჭო, ვისი ძეზე? ჯერ ეგ ფული დამიბრუნე. რაც მე მოგეცი და დალშე მე რევიბაზო. მე ხო გილაპარაკეთ რა, ჩემი სიზის მოპედია თქო. მე პროსო გასაყიდა წამოვიყვანეს. ბიჭო, სუდათა ვარ, პრობლემები მაქვს, რაღაცა მთხოვა რა, წამოს. კაროჩი, ჩემი ბიძაშვილის ქმარია, სიმო ხოვაზე ხარ რა. და სად არის ხა ეგ შენი სიცე? წავიდა. რას ქვია წავიდა? სად წავიდა? ამერიკაში ძმაო. მე თვითონ გაუშვი, სიმო ხოვაზე ხარ, ვაფშე უპრობლემო წავიდა, არანაირი არაფერი არ გაჭირვებია. მე მაგის გაჭირვებული დედა შევეცეს რა გამიკეთა. აისა, აი ტოლიკას. ტოლიკ, ხმამაღალზე გთავ ძმა. უსმინეთ. ტოლიკ ზდაროვა. პროჭა ვარ ძმა. ზდაროვა. კაროჩე გავიგე რაც მომხდარა ძმა. ორივე მხარე მიცნობთ და ხო იცი ჩემები. მე არ გიცნობ. აცათი ბიჭო. და გოგიტა, საიდან ყავდა ბიჭო ეგ მოპედი? ჩემი სიძის იყო ტოლიკ რა. და მე ხა სადაგდია? ამერიკაში თუ ხო იცი რომ წამოვიდა რა. კაროჩე, ესე მოვიქცეთ. ნახან შინაურები ვართ, შენ სიძე, შენ თვითონ მოთხოვე რა. ეხა სად ვდიოთ ჩვენ მაგასთო? მაგრამ რო იცოდე მაგარი დასალეცია. ბიჭო ბაზარი არა, დასალეცი კი არა, მოსაკლავია, ჩემი რა გამიკეთა, ხოვაზე ხარ ტოლიკო. მაგრამ როგორც მე ვიცი, ბიჭებმა ეგ მოპედი შენგან არ დაიტრიეს? ოდა შენი გადასახდელი გამოდის რა. ჩემი რანაირად ტოლიკ ვაფშე უფულოთა ვარ.
მე რა ვქნა ძმაო? კაცადე, ბიჭო, ერთი წამი. ისმენ ტოლიკ. მოკლედ, ეგრე მოიქცევი. შენ მაგ ბიჭებისგან რა ფულსაც ელოდები ამერიკაში გამოსაშვებას. მაგ მაყუთს ჩამოაკლდება ეგ მოპედის თანხა. კაი? კი, ძმაო, ბაზარი არ არის, აბა რას ვიზამ შეღადაობდო. ეს რა შარში გამხვიემ გამოკლეებულმა რა? ო რა ვიცი ძმაო, აბა ვინ არის? ბიჭო, ზაკა, რა სიტყვია ბა, ხო გაწყო? მე არ მაწყობ. კი, ტოლიკ მაწყობ. ამნიშნულობა შეჩემ ერთი წამი. ისე თქვენ აქეთ როდის გამოგასავთ? ბიჭო, აი ერთ თვეში მანდ ვარ. კი, ერთ თვეში მანდარიან ტოლიკ. ოკეი, ეხა დავედი, მე რა მინა შემოგეხმიანებით. პროჭარი. დავაი ტოლიკ, აბა შენიც. ზაკა, რა გამოდის? ანუ რომ შენ უნდა მომცი ახლა ეგ ფული? მაგრა დაალაგა ძმაო, საღოლ ტოლიკას, საღოლ ჩემი ტოლიკას. რა მინდოდა ვაფშე რა შემოდიოდი ხო ვიყავი 7 და მაინც ხო ვიყავი შენ. მართლა გაუმწარე სიცოცხლე კაროჩ. ვატო? მე გავყვები რა. ო, მიდი მიხედე რა, მიხედე. ვატო? კაროჩი, რაში ნაიაზე არ ახარ ხარ აუხერხულში ვარ თქვენთან რა. კაროჩე, რა თუ არაფერი არიცოდი არა უშავს ძმა. საიდან? ჯერ ხო არაფერი შეცვლილი ხა ჩვენ ამბავს. ხო იცი ხა დღე-დღეზე უნდა წახვიდეთ რა. აი დღე-დღეზე მექნება 30 ბაქსი და იქ. არა რა 30. ხო იცი 2000 ეგრევე უნდა გამოვაკლოთ. როგორც მოვილაპარაკე. ხო, იასნია ტოლიკამ როგორც თქვა რა. დავაის ბოგამა. ძალიან კარგი. ვატო? მოკლედ, პირველი ვისაც გაგეცინებათ, ყველა იმას წააგრეს და სწრაფად უნდა თქვას იმას სამჯერ. ჰიდროელექტროსადგური, თუ არ გიქს, ხარა მე მეორე მოგხვდება, ხო იცი? რა ტიპი. აბა მზათა ხარ? შემიზმა. ერთი ჯუში რა. ბავშვებო, წადით მოვალე ხარ. არასა გიბარებ შენ და შენი შვილი ზმაკაცებს საღამოს 5 საათზე სასაფლაოებთან. ნუ დანარჩენს იქ ვიბაზრებთ. აი ძმა, გაცაღე. აი, არ გაგიღო. აი, დროებით. რა უშვებით, არ წავიდეთ? სად უნდა მივიდეთ, ბიჭო, შენ თავი მართლა კლიპში ხო არ გონია, ჰა? ტიპები სასაფლაოზე გვიბარებენ, დაგვაგდებენ, ძმაო. და ბიჭო, ტოლიკა იზახის, რო აი ტარასაო იმენა მაგარი გამწარებულიაო რა. ვაფშე ის ტიპი შეჩემა საავადმყოფოში დაიწყო. ვინ? სულ სირზე მკიდია რას იძახი შენი ტოლიკა, გაიგე? რო გითხარი მოვაგვარებ, მეთქი მოვაგვარებ რა. მაიცა. იგას. როგორ დაიწყო ეგ საწყალი, ჰა? რა ვიცი, როგორ იწვებიან შეჩემა მოეკიდა ცეცხლი, რა ვიცი. ის ტარასას დიშვილს? ო, აი რაღაცნაირი ატეხილი იყო იქ გუბედური რა და აი, ძმაო. აი ო და ეგრეც მოუვიდა რა რაც თქვენ ნახათ უბედურები. კაროჩე, ყველა იმაშვებით რა. მე გადმოვრეკავ, სადაც საჭიროა და მოვაგვარებ, დავიბარებ მაგათ რა. მერე გადმორეკე ჭეჭემა, თუ დაგაგდეს რაღაც კუთხეში პროჭივით, მერე იძახე. ბიჭო. მოვრეკე, იმენს გავაჭე. მოგახევ მაგს ხვი. როგორ ეკაიშო. რა შემეშ. რო გითხარი, მოვაგვარებ. ო, მეც მაგას გეუბნები, რომ უნდა მოვაგვარო. ხოდა მოვაგვარებ. კენი მაგას მოვაგვარო. აუ, აი, ერთი წუთი რა, ნუ ბაცნობთ რა მართლა რა. ჩემი ჯორი ხამა. აროჩე რა 70000-ზე მეფიქრება და ერთ რამეს მივხვდი. რას? ვერ ვიშოვით. რატო ვერ ძალიან კარგი თუ ვერ იშოვით. რას ვერ ვიშოვ, უეჭველი ვიშოვით ეგერთი. რა კაი დაგაჭვი ენაზე. თქვენ ჩემი ამბის მერე აპირებთ რომ იმ როჟას 30000 მიუტანო? სულ გამოსივდით? მარტასება. შენ რა ვერ გაიგერთი მომისმინე აქ. ტოლიკას სიტყვის მჯერამეთქი არ გესმის შენ. და შეგვეცი ამ ტოლიკას სიტყვა. მათადე ერთი წამი რა. და ვაფშე ამ გოგიტას იცით რამდენი ტიპი ყავს გადაყვანილი? რამდენი შეჩემ. ძალიან ბევრი ძმა. ვინ ბიჭო პროჭაზე იცახი, პროჭაზე, ჰა? რა გოგიტა არა იცი. ვადო, ტიპს პროჭა ქვია და ფული მიაქვს. კრიჩკა აქ რა. პროჭა ვერ გაიგო. ფული პროჭთან? კლიჩკა და
რა პროჭა? ხო. კარგი. ანგელოზე რატო არ მე რა ვიცი და. ანგელოზე რატო არ. მამეთ ეს მაყუთი საიდან ვიშოვოთ ბიჭო? აი შენ რაღა გაწუწუნებს, შეშემა ყველაზე კარგად შენ გაქვს საქმე, ბიჭო. მე რატომ ყველაზე კარგად საქმე? რა და იმ რეკლამას გადაიღებ შეჩემა და დაამატებ ცოტას და ეგაა. მაიც რა რეკლამას, ბიჭო, ხო გითხარი, შანსი არა ამეთქი, მე მაგ რეკლამაში არ გავიჩითებ. იმაკ ტექსტს მე არ ვიბაზრებ, ბიჭო. რას არ იბაზრებ, ბიჭო? რა? გადაიღებ კი არა იმასაც იზამს. რას? გადაიღებ მეთქი. რა არის ეგეთი რა? არაფერი სახია, ძმაო, რა უნდა? ბიჭო, ბუასილი სანთლების თუ მალამოს რეკლამა არის. რა შუაშია ეს? ხო მეც მაგას ვამბობ, მე რა შუაში ვარ? მე ვიცი შენ რა შუაში ვარ? მე ვიცი შენ რა შუაში. ვაფშე თქვენ ყველა რა შუაში. თქვი, აბა? პროჭზე გადაიღებთ რეკლამას, შეაგროვებთ ფულს და პროჭას გადასცემთ და აღმოჩნდებით პროჭში და ეგ არის მე აი 2 წლის ბავშვი ჩემი დედა ვატირდა. აი აუ ზუსტად ვიცი რა შენა. ხო აი მე რა შუაში ვარ? არა, სერიოზულად. აი ეს უნდა გადაიღო. ვინა? აი ეგ მაგრეგრამაში. ან ეგ რა რა რეკლამაში უნდა გადამიყო შეყვარ. ეს თემა ისეთი დამხეცებულია, ბიჭო, პროფია უკვე რა. აი რომ გამოგანდება ზამთელს რო ააგდებს და ესე პროცესრო შეუშვერს მარადონასავე და აი ტრაქში ეგრევე იკეთებს. აუ ეხა იმენა გადაიღე და შო კლიპში ხარ. რა კი დააყენეთ ბიჭო სულ. ამერიკაში ხარ თუ ყველა. აი შენ იმენა შენ ხარ დასაბრელი რა შეთქულხარ შენ. კაი ხო, კაი, მართლა მოვჭით რა მლაზადარობას მოვჭით რა. საწავლა ჩემი. კაცები ვარ და სხვანაირად ვიფიქროთ რა ძმაო რა. გადამივა. და მე როგორც გეტყვი როგორც მენეჯერი რა. რა კლიპში კიდევაც ითამაშებ, კიდევაც გადაიღებ და კიდევაც გარეპავ, გაიგე? შანსი არაა თქო ბიჭო. შანსია მეთქი რო გითხრა რა შვები? არა. კითხო? არა. ბიჭო ეხა მე ამ გოგოებს მაგარი ყალე ვგონი ვარ, ხო? არა, ბიჭო, ყალე ხო. ერთი წამი, მე ვისაც გონი ხარ მარტო შენ და შენ ბიჭო, იმ ხელა პოტენციალის, იმ ხელა ენერგეტიკის მატარებელი ხარ ერთი წამი მომისმინე რა. პირველ რიგში განწყობის თეორია ჯერ შენში უნდა იყოს პოზიტიური, მე ყველას გადაანაწილო, გაიგე ხა და აი უშაჯობიშ. საკა, სპარტაკ. ხო არ ჩაუტყდეთ სანამ დროაც მომას გაფიცე. ბიჭო რა გატყუარ შენ რა ფულზე იფიქრე რა უნდა ჩატყდე შენ 1000-ზე იფიქრე რა მომუშავე ჩაოში რა კაი ასოტა და მოდია მაკა ეკა ჩემო სიცოცხლეებო რა ერთი თხოვნა მაქვს რომ აი მარჯვენათი რო დავიწყოთ კარგი შეიზილე ლამაზო ჭომბურიძის მალამო შეიძინე თუ გინდა რომ გაამოს შეიზილე ლამაზო ჭომბურიძის მალამო შეიძინე თუ გინდა რომ გაამოს შეიზილე ლამაზო ჭომბურიძის მალამო შეიძინე თუ გინდა რომ გაამოს რა სტირი ხარ ბიჭო გილოცავ პირველ ხანორა შეიღბლიანო ას მილოცავ მაიცა რა ერთი რა გინდა შეჩემა ამერიკაში დასაგაზი მაყუთი თითქმის გაქვს და ვიდეოც კაი გამოვიდა რა ბიჭო 10000 ლარი მაქვს 10000 ლარით აი რა უნდა აუ ეს რა ნაგლი აუ იმენა რა დაუნაყავი ხარ იმენა შეხაცმაო უმადური რა და რაღაცები არის მაგარი საწყენი რა რა არის ძმაო საწყენი ის რომ ამხელა ოფერი გაგიჩენე და ვითომც არაფერი შეიფერე ხო შენ ოფერი გაუჩიტე ჯეჩემა მე რო ტრაკი ამტკენო და ჩემ ფეხებს დაითრევდით ვაფშე მაგ ეგრე მე რო რეპერი არ ყოფილიყავი ანუ აუ ერთად ხო ვიჩალიჩეთ ეგ ფული მერე ყველა წავიდე და ერთად დავხარჯოთ მართლა 10000-ია ბიჭო აი რაში უნდა გამოვიყენო აბა ისე მიდი მაგას 10000 როგორ უყურებ ამატე და ეგაა რა ორი მაგდენი საიდან უნდა დავამატო ბიჭო ნუ მაგიჟებთ 10000-ია სულ მეტი ხო არა აი სად ვიშოვო 20000 ზევიდან მე კი გეტყოდი სადაც იშოვო მარა არ ვიცი სპარტაკ მე არ ვიცი ძმაო ისე მეც მაგას ვფიქრობდი 12-ის მერე იცის 21 რა ბიჭო ეხლა არ გამაგიჟოთ შპილის მე არის უტიერი ეგ მაინც ვიცი და ნუ მასწავლით რა მაცადე ბიჭო აუ კაზინოსები ჩემი საყვარელი მე სამში მაგ დაბადების დღე და მესამე თვის დაბადების დავაი სამიან აუ მალე რა დავაი ნომერ ბაც შეწყდა მადლობა
აუ ვერ უხდეთ რა. აუ. აბა. ჰა, რა მაინც ვერ ხედავ რა ჩა. ჰა, რა ხდება? 3 red. რამდენი? 3700. Pilot's out. Pilot's out. აუ ეს ჩვენგან თქვენი რა აი. აი ჩემო მადლობა უმდესე. თვალები სულ ეგრე გიბწყინავდეს და ხელები გიოქროვდებოდა. ესე ჩემგან. ბიჭებო აქ ძალიან ბევრია 8000-ია დაახლოებით. 1000-ი რო დაიტოვოთ რა ეს. დიდი მადლობა. შეშალა და. კაი. მაინც აიცა, ხედავ ჩვენი დღეა, მაინც აი ხა. მომენდე რა. გენდობი. ეხლა რა? ეხლა რა შეიძლება? ნახე 24. ეხლა ვფიქრობ, რომ იქნება 24 რა. არ ვიცი, გული მეუბნება. დავაი 24. ეს ეგრე მგონია და დაგრუზე. დაგრუზე, დაგრუზე. აგვიგრუზე რა ეს. არადოს არის თამაშით ხალხო რა. თუ გინდათ ცხოვრება არ დაიღუპოთ და ყველაფერი არ დაკარგოთ, რაც გაგაჩნიათ, არ ითამაშოთ. ის უნდა გაიაზროთ ყოველთვის, რომ ეს სათამაშო კომპანიები რაც არსებობს, მაგათი მოგება რა არის, რატო აქვს ეს კომპანია და რატო აქვს ამ ხელას შემოსავალი, ხო? ანუ სხვისი უბედურებით წაგებით, ანუ უმეტესობა დაახლოებით ალბათ 99% აგებს და ყველა აგებს, არ არსებობს გამარჯვებული მოთამაშე რა, აი შეუძლებელია. იმაზე მეტი ყოველთვის წაგებული აქვს, ვიდრე დაუშვათ მოუგიათ რა. შეიძლება გითხრათ რომ 11000 მოვიგე, მაგრამ ის სანამ 11000 მოიგებდა, წააგო 80000 ხوازე ხარ და ეგეთი მოგებულის დედაც ვატირე და ვაფშე ჰაერიდან მოტანილ ფულს ყოველთვის ჰაერში გაფლანგავთ რა. თქვენი ნაშრომით, თქვენი წვალებით მოტანილ ფულს ყოველთვის კარგად დააბანდებთ და ყოველთვის აზრს მიცემთ და მიზანს მისცემთ. ამიტომ რა ვიცი, არასდროს არ გაიკაროთ ტოტალიზატორებს არავითარ შემთხვევაში რა. არასდროს. ერთადერთი იქ ვინც შედის, აი აზრიანი ტიპი, თუ აქ დაუშვათ რავი 1000 ლარი, იცის რომ ეს 1000 ლარი აქვს სათამაშოთ, ანუ იმას წააგებს და იმის იქით არ აინტერესებს. ხო ხვდები, ანუ ის მოსაგებად არ შედის. და ვინც იქ მოსაგებად შედის, პროსტა ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება და ვერ იაზრებს, რომ ეს არის მაფია და ეს არის რა ვიცი, ანუ ეს კომპანიები ხო ცალკე არიან, ანუ ესენი ხო მოგებაზე არიან, ხა ანუ ისე ვთქვათ, ვიღაცა რატო გაჩუქებს ფულს ხო, მარტივად რო გითხრა რა. ესე რომ გაგიმართლოს და ჰაერიდან დაგეცეს, ეგეც ისულელია, იმიტომ რომ ამ მთელი სისტემებია და ასე შემდეგ რა. ამიტომ არ გაიკაროთ და ცხოვრება არ დაიღუპოთ ხალხო რა. აი, მენი ლამაზი ოქროს ხერხით რა. ერთიც და всё. აჰა. 24 თამაშობს. კი, ჰოროსკოპით რა ხარ? ერთიც და всё. ერთი აი, მე არ ვიცი. რა ხდება, აბა? ერთხელაც და всё. ერთხელაც და всё. ერთხელაც რამდენი? 24. რამდენი? მაცადეთ. აუ, გეხოთ დროზე. გილოცავთ. რამდენი? რა გილოცავ? ბიჭო, აუ, დავი, რამდენი დავდეთ, ბიჭო? რას გილოცავ, გეხვეწებ? ეხლავე. დაითვალო შე. რამდენი? აი მე შეხელებს დაახლოებით. ნუ ხელებს ვენაცე. 80000-მდეა. ხმელთო მადლობა. მანამ უნდა იწვინო. ამოიღებს დაკატაკებს. მე უნდა იწვინო. ეხლა ნახეთ როგორეო? დაიწყდა. სულ ზუსტად რამდენია დაიწყო? 78900. საცვალე გამივარდა. 900 დიახ. დავამგვალოთ რა. მოდი დავამგვალოთ. 78 და 900 გვაქვს. 80 გვინდოდა. ხო არ მოგეხსენდა წასულიყავით რა. ხორემ დავამგვალოთ. ესეთ პოზიციაზე სულკი არ იქნება. თავში სხვა იმაზე ხარ რა რეპი პოპულარობა ყველა. ნახე, ეხლა მგონია რომ იქნება ხომენდობით. ხომენდობით. მე გენდო. ხო. აუ ხო გეუბნებო. რა გინდა შეირგე. აი ხო გაგიმართლა რა. აი რაღაცა მასში რა კოპ. ალო. მა. მიდი რა 1.20 ლარი დამირიცხე რა ბალანსზე. მიდი ბიჭო, ქუჩაში ვდგევარ და გელოდები რა ტაქსისთვის მინდა რა გჭირს. ვისაგინო? ხო, მიდი მან.
რა გინდა ბიჭო რა გამიტრაკე თუ რამე გინდა მითხარი ბიჭო ბიჭო შეეშვი ხა დაანები მაგას თავი ამოს ჩემი ძმა გისმენ შენ ის არა ხარ გუასილის რეკლამაში რო მერე სელფი შეიძლება სელფი არა ისა ბიჭო სელფი რა ხდება არაფერი არაფერი ძალიან დიდი ბოდიში პატარა ჩიპე გვაქვს და არეულები ვართ მაგარი რა და ვაფშე შენი ნომერი მომეცი ძმაო და ის აბა სასიამოვნო იყო ძმაო ბედნიერი დღე სპარტა გაიმე უწამო რა ძალიან გაგვისწორდება ეს გეი ბიჭი მომაშორეთ ძალიან ზუსტად ვარ ბიდები აი საყვარელ სიდედე უთან ხო გითხარი ჩვენები ვაფშე ყველა იქ არიან და ძალიან გავერთოვით აუ ხო ის რო ყველაზე ვარ ნამყოფი მე ეს ხო და აწიე ხა ტრაკი და წამოდი მარტო მოგამიშვებ აუ ვერა რა ღია აუ ეგრე მეც ვიგულავე გუშინ მაგრამ ხოდზე ვარ რა თან უეჭველი ექნებათ რაღაცეები და მოგხედავე სალამი ლამაზებო ჰა სადაპირებთ გატრაკებას აქციაზე მივდივართ ჩვენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აუ კაი დამელოდე ხო წამო. მოიცაი კაკრას მირეკავენ. ხო. მია. შენთან მაგ რაღაც ალაპარაკო რა. რა ხდება? რა ხდება და ამერიკაში ვაპირებ წასვლას. What? ხათავ რა მაგარია? როდის მიდიხარ? რამდენი ხნის? მალე და ერთადერთი ვინც მომენატრება. და ვიზეთ სულ ვიფიქრებ ხო იცი რომ შენ ხარ რა. მართლა? მომეციო რა. არ მოგენატრები? როგორ არ მომენატრები? ხო და ვიფიქრე რომ მეთქი სანამ წავიდოდი. დამემშვიდობებო და დამემშვიდებდა. აი გუნდა დაიმსახურო რომ იცოდე. რითი უნდა დამიმსახურო? რითი? მადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით. სალამი ჯიმა. გამარჯობა. ერთი ეს მითხარი გაროჩე აქ როგორ ხდება გამოწერა ამ თქვენი რა ქვია საიტიდან. ესე იგი, ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენ საიტზე. forsa.express.g. შემდეგ კი თქვენთვის სასურველ საიტზე, საიდანაც გსურთ ნივთის გამოწერა. ამის შემდეგ შეკავთ ჩვენი საწყობის მისამართი. მერე დაამატებთ ბარათს და აჭერთ ყიდვას. როცა ჩვენი საწყობი მიიღებს თქვენს მიერ შეძენილ ნივთს, თქვენ მოგივათ შეტყობინება, რომ დაადეკლარიროს ნივთი. საბოლოოდ შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და წაიღოთ თქვენს მიერ გამოწერილი პროდუქტი. ბიჭო, ეს ყველაფერი მე თუ გავაკეთე. შენ რაღაცი მჭირდები ვაფშე, ა? მოზგოზე, წინდამზე, ფრიმულამზე. დამშვიდით, ბატონო. არა, გეკითხები უნდა მიპასუხო. ესე იგი, რაც შენ მე ჩამომითვალე ეს ყველაფერი მე თუ გავაკეთე, შენ ფული რაღაცი გადაგიხადო ვაფშე, ა? ჩამოგიტანო, შეიდიოტო. ვაფშე შურო. რაჩე მე მიწევს ხალხო, ხსას მუშაობი ხა. მიწევს მოსხურების სფეროში მუშაობა რა. ესეთი ტიპები კი არ გადაობენ, მართლა არსებობენ რა, მართლა ვიძახი. ადამიანებს რაღაცებს უხსნი, ძალიან გასაგებად, აი რაღაცა რო აი რაში გეხმარები რაღაცა, მაგრამ просто გეჩხუბებიან რა, აი ვერი აზრებენ რომ შენც იქ მუშაობ, რაღაცა იქ შენ ყოველდღიური მას ასრულებ. ესეთი ტიპები მართლა არსებობენ, გეფიცებით რა. просто არ უნდა აყვე, ეცადო რაღაცნაირად განეიტრალო, მოიშორო ან რაღაცა, თორე ესე რო აყვე, ყველას გაგიზდები, короче. просто მართლა არსებობენ, короче, ესეთი იდიოტები რა. ერთი წუთი რა, ერთი წუთი. რა უნდა ეხა, короче, შარზეა ტიპი. შენ მე დამსდებ. აუ ეს ის ტიპია გლოვოზე რო იმაშობდა. რას გადავეკიდე, რას? ვინა ხარ ბიჭო შენ? წელა ხარ ჩემი, გეკითხები თუ რატო გამიტრაკეს? ბატო დამშვიდე. ბიჭო, კორნელი ვარ მე, აბრამია.
და მე ის კაცი ვარ, ვინც ახლა შენ მოგიტყნავს კარგის ტრაქს. რაც გაიგე, ბიჭო, იგი ხოთურს კაცი. ელენე. და ბოლოს გინება დამიწყო, წარმოიდგინე, რა უნდა მეკი. ან ვინ არის ვაფშე რას გადამეკიდა თო? რა უირგლოა ეს ბიჭი, ეს გოგოც კაროჩი. ისე არ მეგონა თუ მოხვიდოდი. გადაგამოწ. მე შენ არიცი ვინებს ამოწმებენ, ჰა? აი რა იყო გეხუმრე გოგო. ლადო და ზაკა ხუმრობენ ხოლმე ესე ამეთქი. მომისმინე. ამდენი წლის მერე ბავშვმა პირველად ნახა მამა და თვალწინ სპეცოპერაცია მოუწყეს. მართალი ხარ ხო? მართალი ხარ, მაგრამ რამდენჯერ აგიხსნა ელენე. ის მოპედი იყო მოპარული და მე რა გავაკეთო რა? ეს მიზეზები არასდროს არ გელევა, ხო შენ? კარგი რა ხო ხედავ რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ სხვა ადამიანი გავხდე. მართლაც დილობს კაროჩი. აი რაღაცნაირად ცუდ პალასაზე ვარ რა. რაღაცნაირად ცუდ პალასაზე ვარ. აი მთელი ცხოვრება ეგრე რო იმართლებ თავს. აი ეგ არის შენი პრობლემა. ეხა აი გოგოსიც მესმის კაროჩი ტიპი აი რამდენჯერ ნახა იმდენჯერ რაღაცა მოხდა, მაგრამ თოდოა ეს ბიჭი რა ქნას. ენა არ უმართლებს კაროჩი. შეგიძლია ჩემი გადმოსახედიდან შეხედო? ყველაფერს ვაკეთებ, ხო ხედავ მეთქი, ყველაფერს ვცდილობ. მაჩვენე რა ხვალ ბავშვი. ხო. სამსახურის მერე გამოგივლი და წავიდეთ კინოში, ან სადმე რა ვიცი, სადაც იტყვი. თან ხვალ ვისვენებ და კარგი. კარგი დაგირეკავ. ზაკა. როგორ ხარ? ვა, ლიზა, შენ როგორ ხარ? კარგად. საით? ეკლესიაში მივდივარ. ხო არ წამოხვალ? კი, გამოყვები. ვახ, რა გოგო ხარ შენ? წამოხვალ? კი, წავიდეთ. ისე წავიდეთ. ხარ ეკლესიაში. კი, დედაჩემი რელიგიის მასწავლებელი იყო, მამა ჩემი მოძღვარი და ბავშვობიდან მივეჩვია ტაძარში სიარულს. იასნია. ვა, რა კაი ოჯახი წოლია თო. ხო, რაღაც სალაპარაკო მქონდა და. ნუ ამერიკაში ვგაზავ რა. მართლა? როდის? აი მალე რა, ეხლა რაღაც საბუთებს ვაგვარებთ და უკვე მივდივარ. შე ფული არა აქვს თან კაროჩი, $30,000 აქვს საჩალიჩო. ო მოვდივარ, კი. მიზა ერთი ნაცნობი შეხვდა მე. ნახავ და მოვა, კაი? კი, მშვიდობა. მიცანი მეთქი ბიჭო. გიცანი მერე. რა მერე გამოგვერძე? სამო სადაც გინდა იქ გამოყვე. გამო ერთი გვერდზე. წამო, მიდი, წამო მეთქი. მოვდივარ, წამო. მოდი. დამეხვალ ჭირდება. მოვდივარ, ბიჭო, დამეოდე. მოდი ერთი. კრისის არის. მოვდივარ. აი ეგ მოდი, მე აი ეგ დამიდექ. აუ, შენ. აი ეგ მოდი. ხო, რა ის? შენ ჩემ ძმაკაც, ბიჭო, ბოთლი დაარყი, ჰა? ვინ შენ ძმაკაც? ან რა ბოთლი ბიჭო, მამაოს ტელეფონი როდის გამოგაკ, ეგ მითხარი შენ. რა თემებს მიცვლი ბიჭო შენ აქ, ჰა? რა თემებს გიცვლი ბიჭო? რა თემებს რასაც გეკითხები იმაზე მიპასუხე ბიჭო. ბიჭო, ასე რა თემებს ვინების მოვარ შენ, ჰა? საკა. რა ხდება? არაფერი. აუ მამაოჩი. მამაო ბოდიში რა დამლოცე რა. აუ ბოდიში მამაო. აგოს. აუ ბოდიში. თქვენ ორივე ჩემი სულიერი შვილები ხართ. იმის მაგივრად რომ სხვებს მაგალითი მისცეთ. გეკადრებოთ ასეთ საქციები, ჰა? გამოგართვით. იმედია აქ დამთავრდება ეს გაუგებრობა და მოვრჩეთ ამაზე საუბარს.
ბატონო. თქვენი ხათრით, მამა. თქვენი ხათრით. აი ტაქს ველოდები და ძალიან მალე მოვალ შენს. რა მაგარ ზმანზე ხარ ძმაო? ნაშებში მიდიხარ, წამიყვანე რა. არა, ლადო, ელენე უნდა ვნახო. ეგ რა მანქანა? მეზობელს გამოვარდი უბანში კატაობ, кайფობ რა. წამოწაგიყვან ბიჭო. არა, საწამიყვან ტაქსი ველოდები. ამო შეჩემა რა, რომელი მილიონერი შენახა რა ტაქსი დაჯი წაგიყვან. ნელაიარე ძმობას გაფიცე. შემე ვინგონი ვარ ძმაო. ვინ და ვინც ჩემ თვალწინ კაცი გაიტანა რამოდენიმე დღის. ნიკი ვარ ლაუდა ბიჭო შენ. ნიკი ვარ ლაუდა. კარი კაცი. რა მაგარი მუზონია. ეგა, ლადო მოვედით გაიხარე. გაიხარე. რა უქნათ აბადარას? მიუჩერე და განახებ რაც უნდა. ჩამოხვედი? კაი. ბიჭო. анда დასია რა. ბავშვი დარა, ბავშვი გავედი. გაუგიჟდები, კაროჩი რა. ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი. ასეთია ეს. არ დაადგა ამ ბიჭო საშველი. ამ ბავშვმა კიდე ყველაფერი ცუდი ნახა, კაროჩი. ძალიან მაგარი სერიალია, Twitch-ი. ყოველ აი ბევრს დაანახებს, აი მართლა ესეთია რა თბილისი, აი აქ რასაც ხედავთ, იმენა ესეთია რა, ამიტომ რავი რა. ძალიან ბევრი კაი რაღაცის დანახვა შეგიძლიათ, რომ აი ეს რა როგორ არ უნდა გააკეთოთ, ხო ეხა ამ ბიჭებს რო შეხედავ, აი უმიზნოდ არიან, ვაფშე მიზანი არ გააჩნიათ რა. ერთ-ერთი ამათი მიზანი არის, რომ ამერიკაში ჩავლენ და იქ გონიათ, რომ რაღაცა იქნება რა და რა არის რეალურად, რომ ნებისმიერ გარემოში ჩვენთან მივთაც და ყველგანაც ამერიკაშიც თუ მიზანი არ აქვს და გეგმა არ აქვს, ვერაფერს ვერ შეძლებ რა. ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, რომ თქვენი მიზნები დაისახოთ, ელემენტ რაც არ უნდა იყოს, აი დაუშვათ YouTube გინდა რომ წამოიწყო და YouTuber-ობა გინდა რა. დაისახე მიზნად, იმ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა მაინც და მაინც მაგარი კომპიუტერი გქონდეს, მაგარი კამერა გქონდეს, ან რაღაც სასწაული გქონდეს რა. შენი ტელეფონითაც კი შეიძლება რომ YouTube დაიწყო რა, მართლა ვიძახი და რავი რა, ალასოს ესე ჰაერზე არ უნდა იყო რა და ეს ამათ მაგალითზე შეიძლება ისწავლო, რომ აი ესე არ უნდა იყო და არ უნდა გაგაშდეს მიზნები, უნდა მიდიოდე წინ და წინ და ახალ-ახალი გეგმებით და ახალ-ახალი განვითარებით 1000 რაღაცას სწავლა შეიძლება. თამით ეს დღევანდელობაში როცა კომპიუტერი, ტელეფონი, ყველაფერი შეიძლება რომ აი უდიდესი ზღვა მასალა მიიღო რა. თან თემა ის არის რომ ყველაფერი უფასოდ შეიძლება მიიღო რა. და ძალიან მაგარია. ამ YouTube-ზე აი ნებისმიერ ამის ნახვა შეიძლება ChatGPT-ს მიწერე, აი ყველაფერს გეტყვის ვაფშე. შეიძლება ვაფშე ChatGPT-ით ისწავლო რაღაცები, იმდენი რაღაცის ინფორმაციას მოგაწვის და ძალიან მაგარია რა. ოკეი, მეგობრებო, ეგ იყო რა. იმედია გაგისწორდათ. მე მაგრა დამევასე, აი სერია იყო ძალიან, აი ტოპ სერია იყო მართლა და ვისაც დაგევასათ და რა დაგევასათ და რა გაგისწორდათ, დაწერეთ კომენტარებში და მე ვასება ხოლმე უზივარ ხოლმე და ვკითხულობ თქვენ კომენტარებს რა. აბა დაგემშვიდობებით, ეხლა გაკოცეთ ყველას და ბედნიერ, წარმატებულ და მხიარულ დღეებს გისურვებთ რა. აბა მაგრთ.